მოგესალმებით. ამ ვიდეოში აგიხსნით თუ როგორ გაზომოთ მანძილი წერტილამდე ოსმანდში, რათა დარწმუნდეთ, რომ 30 მეტრზე ახლოს ხართ ამ წერტილთან მისული. როგორც მოგესალმებით, წერტილის დალაშქვრა ითვლება 30 მეტრზე ახლოს მივახლოვდებით. აი სიტყვაზე WhatsApp-ით ვიღაცამ გამოგიგზავნათ, ორგანიზატორმა გამოგიგზავნეთ წერტილები GPX ფორმატში. პირველ რიგში უნდა გავხსნათ ოსმანდით, მიუთითოთ, რომ მინდა ოსმანდით გახსნა. გაგვიხსნა ოსმანდმა შეკითხვა, როგორც ფავორიტები აქვთ, როგორც GPX ფაილი, ჩვენ ვიღებთ მეორე ვარიანტს, ანუ GPX ფაილად მინდა. აი წითლად გამოჩნდა, ხედავთ წერტილები. შემდეგ configure map-ში უნდა შევიდეთ და აი აქ ჩავრთოთ point labels-ში, რომ გამოჩნდეს სახელები. აი ხედავთ, ნომრები ზედ გამოჩნდა. ეს სასურველია ჩართო, თუმცა სავალდებულო არ არის, რა თქმა უნდა. შემდეგი ნაბიჯი არის, შევდივართ my places-ში. აი აქ import-ში არის ამჟამად ეს ფაილი. აი WhatsApp-ით რადგან არის უცნაური სახელი წამოიღო. ვაწვევით ამ ფაილს. აი ასე გაიხსნა. და ვაწვევით points. ეს არის ჩვენი წერტილები. აი ხა არის მნიშვნელოვანი მომენტი. აი ამ სამ წერტილს რო დავაწვეთ, აი აქ მარჯვენა ზედა მხარეს. აი ნახეთ, add group to marker list. ამას რო დავაჭერთ, ხედავთ, გადაიქცა დროშებად. დროშების პლუსი ის არის, რომ აი ხა ნახეთ, სტანდარტულ ეკრანზე დროშებს გვაჩვენებს ოსმანდი აქტიურ დროშამდე მანძილს, ასევე აქ სამ წერტილზე დაჭერით სია თავისი მანძილებით. და რაც მთავარია, აი აქ რო დავაწვეთ more, sort by და ნახეთ nearest first და ალაგებს თქვენგან დაშორების მიხედვით. ეხლა ამჟამად დაალაგა რაღაც ჩემგან, ალბათ ჩემგან უახლოეს წერტილები მიხედვით დაალაგა. არა ბოდიშით. ამ შემთხვევაში ეხლა რუკაზე რასაც ვუყურებ, სადაც ვაი სიტყვაზე ბიუაკთან რო გავჩერდე და ისე მისცე sort by nearest first. ხო, აი ამ მომენტში რუკაზე რასაც ვუყურებთ დაალაგა აი ამ წერტილიდან უახლოესი რომლებია იმის მიხედვით სია. გარდა ამისა არის აქტიური წერტილი ერთ-ერთი ამჟამად სწორედ ყველაზე ახლო ბიუაკი რომელიც იყო და გვაჩვენებს ჩვენგან მანძილს ამ წერტილამდე. აი ზუსტად ეს მანძილია რომელიც ჩვენ გვჭირდება. გავლის შემდეგ წერტილს რო გავივლით, ახლოს რომ მივახლოვდებით 40 მეტრზე ახლოს, აქაც გამოჩნდება ესეთი მოსანიშნი ეგრეთ წოდებული რავი checkbox. მაგრამ ახლა შეგვიძლია დავაჭიროთ ბიუაკს, ნახეთ და ის გაქრა. ეს წერტილი უკვე აღებული გვაქვს, აღარ გვჭირდება შემდეგი უახლესი წერტილი, რომელიც სიაში იყო იმ ადგილიდან, ის გახდება აქტიური. თუ თქვენ სხვა წერტილი გინდათ, სიტყვაზე ეს კი არა, არამედ დავუშვათ მესამე. აწვევით მესამეს და აი ნახეთ make active და უკვე მესამე წერტილია აქტიური. მანძილი, აი ახლა რო განახოთ ახლოში როცა არის როგორ ჩანს, აი დავუშვათ ჩვენთან ახლოს დავსვათ მარკერი და აი ხედავთ არა 24 მეტრშია და აქვე არის მისი მონიშნის შესაძლებლობა, ანუ
აი აქ უნდა დაიწეროს, რომ თქვენ ხართ ამ წერტილთან 30 მეტრზე ახლოს. ამ შემთხვევაში, როგორც დაჭერის საშუალებაც გექნებათ იმ მომენტში, ასევე გეცოდინებათ, რომ უკვე წერტილი. აი ხა 30-ს გაცდა, ნახეთ, ვინაიდან შენობაში ვარ და ცუდად იჯერს. აქედანვე შემიძლია ისე ეს მოვნიშნო, როგორც აი, როგორც ხედავთ, სხვა წერტილზე გადაირთო. ეხლა ისევ რომ მივცეთ სორტირება, უკვე ჩემი კონკრეტულად ჩემგან იქნება nearest first. ვაძლევთ და აი ნახეთ, სტარტი უფრო ახლოს ყოფილა იმ წერტილთან. ახლა ვინაიდან ჩემგან არის აქ მანძილებიც დაალაგდა ზრდის მიხედვით. 13 კილომეტრი შეაჩვენებს ახლა ამ შემთხვევაში. ხო, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რა თქმა უნდა, ეს 13 კილომეტრი არის პირდაპირი მანძილი და არა გზით. გზით მანძილი, რა თქმა უნდა, აქ ამას ესე ვერ ზომავს. სულ ეს იყო დრისი ჩვენებაც მინდოდა. მადლობა ყურადღებისთვის და რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ შეჯიბზე წერტილების ძებნაში.